ბათუმის აკვარიუმი იუბილარია. ზღვისა და ოკეანის ასობით ბინადარს უამრავი ადამიანი სტუმრობს. 45 წლიანი ისტორიის მქონე აკვარიუმი წლებია ტურისტებისთვის ერთ-ერთ საყვარელ ადგილად რჩება. ზღვის ურჩხული, ოქროსფერი ლეოპარდი, ზღვის ძროხა, ზღვის კატა, ხონთქარა, გურამი თუ დისკუსი. ეგზოტიკური ზღვის ბინადრების ჩამონათვალი 100-ზე მეტია. ყველა მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული წყლის ტემპერატურა თუ კვების რეჟიმი აქვს. დისკუსი თურმე როცა მრავლდება, რძეს გამოყოფს და მთელ სხეულზე ლიფსიტები ესევიან. თუ კი დედმამა დისკუსებმა 2 კვირის განმავლობაში ისინი ამ რძით არ გამოკვებეს, იღუპებიან. ამ ისტორიას აკვარიუმის ექსკურსიემძღოლები ყოველდღე რამდენიმეჯერ უყვებიან დამთვალიერებელს. ეს არის პირანიები, რომელიც ამაზონში ბინადრობს, კაცი-ჭამია და საშიში. აი, შეუძლია, ოღონდ ჩვენს აკვარიუმში ესეთი საშიშნი არ არიან. ძალიან ისეთი ნაზები და რავი რა ეხლა. ჩვენ ძირითადად გვაქვს ართის სახეობა მთლიანობაში. მექსიკის, სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის მტკნარი წყლების ბინადრების გვერდით არის განყოფილება, რომელიც სრულად შავი ზღვის ბინადრებს დაეთმოთ. სწორედ ეს მრავალფეროვნება იზიდავს ყველაზე მეტად დამთვალიერებელს. ყოველ წელიწადს ჩამოვდივართ ბათუმში და ყოველთვის ვსტუმრობთ აკვარიუმსაც. ყოველ ჩამოსვლაზე რაღაც ახალს და საინტერესოს ვნახულობთ. ბავშვებსაც ძალიან მოსწონს. ესეთი თევზებიც ამერიკაშიც არ მინახია. ძალიან ეს შავი თევზებიც მომეწონა. ძალიან ლამაზი თევზებია, სიმართლე რო გითხრათ. ყველა თევზი მომეწონა აბსოლუტურად, როდესაც პირველად ეგრევე რო შემოვედი, ეგრევე მივასწრდი თევზებს. ძალიან ლამაზი თევზები იყო. თითქმის ნახევარ საუკუნოვან აკვარიუმში ყველაფერი პირვანდელ სახეს ინარჩუნებს. ადრე ამ აბზებში დეკორატიული თევზების ნაცვლად მტკნარი წყლების, ზღვებისა და ოკეანეების ცხოველთა 60-მდე სახეობა იყო წარმოდგენილი. ბათუმის აკვარიუმის სადემონსტრაციო დარბაზში არსებული ზღვის ბინადრების 90% ემბრიოლოგ სელექციონერ თამაზ ბაჯაშვილის გამრავლებულია. აკვარიუმის 45 წლიანი ისტორიაც მისი ცხოვრების ნაწილია. ოფიციალურ გახსნამდე ის უკვე აქ მუშაობდა. თურმე ასე გამოიყურებოდა ის მოსაწვევი, რომელიც ზუსტად 45 წლის წინ აკვარიუმის გახსნას რომ ამფრინებდა საზოგადოებას. აკვარიუმი დღეს როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად დაძველდა. მოითხოვს განახლება. მიუხედავად მისი სიძველისა და ძველებური სტილისა, რომელიც დღეს ცოტა არის ალბათ ასეთი აკვარიუმები მსოფლიოში, მაინც მნახველთა დიდ ყურადღებას იპყროს. ეს აზრი ბევრმა გაიზიარა, სწორედ ამიტომ ბათუმში ახალი აკვარიუმის აგებაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ყველაზე პოპულარობით ჰელინგ ლარსენის პროექტი სარგებლობს. მაინც ითხოვს დრო უფრო უკეთესი ობიექტის შექმნას, აგებას. ბათუმელები იცნობენ ცნობილი არქიტექტორის ჰელინგ ლარსენის პროექტს, რომელიც ბათუმი მირაკლა იმ პროექტით დევს ვებგვერდზე და ნებისმიერ შეუძლია დაათვალიეროს. ნამდვილად საინტერესო აკვარიუმი აშენდება. სავარაუდოდ ალბათ მომავალ წელს დაიწყება მშენებლობა, დღეს ჯერჯერობით მიმდინარეობს პროექტირება. და თქვენს გაქვთ საშუალება დაათვალიეროთ, ნახოთ ულამაზესი აკვარიუმი ექნება ბათუმს უახლოეს ხანებში. სანამ ახალი აკვარიუმი აიგება და ბათუმს კიდევ ერთი ახალი მიზიდულობის ადგილი შეემატება, მანან თავის 45 წლის იუბილეს აკვარიუმი ჩვეულ ამპლუაში ხვდება ტურისტების სიმრავლით.